ვისაც გინდათ აი ესეთი ჯანსაღი წვენი მოუმზადოთ თქვენს ოჯახის წევრებს ჯანსაღი და არასოდეს არ იყიდოთ გაზიანი სასმელები აი ესე რეჰანით და პიტნით ნახეთ რა სილამაზეა თან უგემრიელესი აი რას არ შველის შაქრიან დიაბეტსაც კი გამდიდრებულია C ვიტამინით, B ვიტამინით, B ვიტამინით და რითი არ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს როგორ ვამზადებთ აი სასწაულესია არ იყიდოთ გაზიანი სასმელები იყავით ჯანმრთელები მიყვარხართ ნახეთ რა მაგარი სალმებით შემოსაყვარებო გამომწერებო ხათოს და სანდროს სამზარეულოდან ეხლა უნდა მოგიმზადოთ საზაფხულო სასარგებლო ლიმონათი ეხლა არ ჩამოვთვლი მე კომპანიებს რა ზიანი მოაქვს გაზიან სასმელებს ჩვენთან და აი ამ სახლის ლიმონათის მომზადების შემდეგ ეს საერთოდ არ იყიდით გაზიან სასმელებს ეხლა აქ რა ხდება აქ არის ერთი დიდი კონა რეჰანი და ჩვენ არომატისთვის ჩავამატეთ პიტნა და ლიმონათი დაგჭირდება. ეხლა კიდე დავასხავ ადუღებული წყალი დავასხი რომ უცებ ადუღდეს და რას გავაკეთებ ამას გაჩვენებ და როგორი გამოვა იმასაც გაჩვენებ. ერთი მთლიანი ლიმონი აუცილებლად დაგჭირდება. დავადგი რეჰანი ეხლა ადუღდება, რეჰანი და პიტნა, ნუ რეჰანი და პიტნა არის ვიტამინებით A, B, P ვიტამინებით და არ ვიცოდი სანდრო და რეჰანისგან თურმე ვანილსაც კი ამზადებენ. აი ეს ნამდვილად არ ვიცოდი და არის ძალიან სასარგებლო ორგანიზმისთვის. ეხლა ცოტა კიდე ადუღებულ წყალს დავამატებ. რეჰანმა გაუშვა თავისი ფერი და ეხლა გამოვთე და ჩავაგდებ ლიმონს და გადავწურავ და დაგიბრუნდებით კიდევ რას გავაკეთებ. ეხლა რეაქციაში შევიდა, ნახე რა ფერს მიცემს სანდრა. სასწაული. სასწაული, ნახე. აი ამის მეც და რა თქმა უნდა ჩავა და იმიტომ. ქიმია მეთქი, იმიტომ ვამბობ და ეხლა გადავიღებ, დაუმატებ, რა თქმა უნდა, დაუმატეთ შაქარი გემოვნებით, მე დაუმატებ შაქარ მარგებელს, ანუ კალორიების გარეშე შაქარს და გაჩვენებთ ეხლა რა გამოვა. ეხლა ამას ჩავუმატებ შაქარს, მე მაგ ისეთი ძალიან შაქარი სასარგებლო ერთი, ხო, რომელიც არის იაპონური და ნატურალური ანოტაცია აქვს, ანოტაციაც მოყვება ამ კოლოფს რო არის ნატურალური და არანაირი მავნე არ არის ორგანიზმის. ხო, 1 კილო 6 წარმოიდგინე და სტევიას ბევრად ჯობია. ეს გავუკეთოთ. სტევია და ნუ შაქრის შემცველია, მაგრამ მწარეა და ეს არ არის მწარე. კი ბატონო. ეხლა ამას ამოურევ. გავაგრილებ, გარეთ გავდგავ და მე ყინულებით და აი უგემრიელესი და უჯანსაღესი სახლის წვენი გამოგივათ, რომელიც აი ყველაფერს უხდება, მათ შორის დიაბეტიკებსაც და არის ძალიან სასარგებლო. მორჩა. ეხლა ამას მაცივარში ჩავაცივებ და მე ყინულებს დავამატებ. არის უგემრიელესი.